საღდგომო ზავის ამოწურვა უკრაინელებმა რუსული იერიშებით იგრძნეს. მან სულ 30 საათი გასტანა. დღევანდელი სამიზნე ოდესა, ხარკივი და ზაპოროჟიე იყო. ბოლო 24 საათში ამ მიმართულებებით გაშვებულ დრონებს მსხვერპლი მოჰყვა. ათობით ადამიანი დაშავდა. ამ ფონზე ვლადიმერ პუტინი ჯერ ისევ ფიქრობს, მიიღოს თუ არა ვოლოდიმერ ზელენსკის შეთავაზება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდაუსხმელობის შესახებ. კრემლი კვლავ ბუნდოვან ნიუანსებზე აპელირებს. თუ ჩვენ სამოქალაქო ობიექტებზე ვსაუბრობთ, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს თუ როდის შეიძლება ეს ობიექტები ჩაითვალოს სამხედრო სამიზნეებად და რა შემთხვევაში არა. ნიუანსები განსახილველია, თუმცა ამ მხრივ არ არსებობს კონკრეტული გეგმა. ჯერ უნდა გავიგოთ ის მზად არის თუ არა ამისათვის თავად უკრაინული მხარე. არსებობს პრეზიდენტი პუტინის დადასტურებული მზაობა განიხილოს ეს საკითხი იმ გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც საღდგომო ზავის ფარგლებში ვიხილეთ. ამასთან უკრაინული მხარის სურვილისა და ღიაობის შემთხვევაში ალბათ უნდა იქნეს გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, რათა იურიდიულად გაიწმინდოს დაბრკოლებები, რომლებიც სამომავლო კონტაქტებისთვის წინაღობად რჩება. თავად პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მზაობას მოლაპარაკებებისთვის. მოსკოვსა და კიევს დიდი ყურადღებით აკვირდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც გასულ კვირას ორივე მხარეს მიანიშნა, რომ თუ უახლოეს დღეებში შედეგს ვერ დაინახავს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს. განიხილება, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ საღდგომოდ გამოცხადებული ზავი სწორედ ამ მუქარის შედეგია და დონალდ ტრამპის კეთილგანწყობაზე გათვლილი ნაბიჯს წარმოადგენდა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის აზრით სამშვიდობო პროცესში გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი. რუსეთს ამის ნება რომ გააჩნდეს. უკრაინა ძალაში ტოვებს შეთავაზებას, რომ არ განხორციელდეს დარტყმების უმცირეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ველოდებით მკაფიო პასუხს მოსკოვისგან. მზად ვართ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ ამას. არსებობს ძალიან ნათელი, მარტივი და საიმედო გზა, რომ შეწყდეს ჭურვებითა და შორი მოქმედების დრონებით დარტყმები, რაც ავტომატურად მოგცემს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გარანტიას. რეალური და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი გარანტირებული მშვიდობისთვის.